გამარჯობა მოგესალმებით ვანო შოუ თავარი იუმორისტული შოუ თავარ არხზე როგორ მახიანად ვიცი ხოლმე ამის გამოცხადება 2012-დან 9 წლის განმავლობაში რამდენი ხუმრობა მithქვამს ძვირფასო მეგობრებო 9 წლის განმავლობაში ოპოზიციას რამდენი კრიტიკა უთქვამს 9 წლის განმავლობაში ხალხს რამდენჯერ გაულანძღავს მაგრამ ბიძინა ივანიშვილმა 9 წამში გადაწონა ეს ყველაფერი 9 წამში გააქრო პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. Აი ამ თემებზე მინდა ვისაუბროთ და მოდით მანამდე ვნახოთ ვიდეო. ღარიბაშვილი არ იყო ჩემთვის ავტორიტეტი. ღარიბაშვილი არ იყო ფინანსისტი. აი წერილები რომელიც იგზავნებოდა თქვათ. იგივე თქვათ ჩამოდიოდა დელეგაცია, მას დელეგაციას უდოდა დროის შეთანხმება. მინდოდა რაღაც ფულის გადარიცხვა თქვათ, ზარების განხორციელება, შეხვედრის ორგანიზება, ეს შემდეგ. ანუ რაღაც დივანივით ყავდათ არა ეს? რადგან დაარქე, როგორც გინდა, თქვენ რომელი სახელითაც გინდათ, იმით მოიხსენიეთ. ბიძინამ ღარიბაშვილს რაც გინდა ის დაარქვითო და დაუძახეთო. პრინციპში ამ განცხადებით ხალხისთვის არც არაფერი შეცვლილა. ღარიბაშვილს ისევ იმას დაუძახებენ, რასაც ეძახდნენ. უბრალოდ ახლა ოფიციალური ნებართვა გვაქვს აღებული ერის მამისგან, მინდა გითხრათ ძვირფასო მეგობრებო. ასე რომ ხსნილია. ესე იგი გამოვიდა რომ ქვეყანას მართავს მდივანი, აი ფურცლებს რომ დაატარებდა მთელი ცხოვრება და ბიძინასო სტუმრები ჰყავდა, კარს რო უღებდა ხოლმე. ერთი სიტყვით ქვეყნის მართვის რა გითხრათ, მაგრამ ღარიბაშვილი ყავას ადუღებს. აი ღმერთო ეგეთ ყავას აი ქალაქში თუ ვინმე ადუღებდეს, აი მომკალი თუ გინდა რა. თან იმას ნალექიან საიმაზე ქვიშაზე. თურქული რო ადუღებენ ხოლმე ესეთ რო ამოდის, კარგად რო კაპტებს. მოკლედ, იმ ხელა შეურაცხყოფა მიაყენა ივანიშვილმა ღარიბაშვილს თავმოყვარეობა რომ გქონდეს, იმ დღესვე წავიდოდა თანამდებობიდან. მაგრამ ვერანაირად, იმიტომ რომ თვითონ ბიძინამ უნდა მისცეს იმის უფლება რომ თავმოყვარეობა გქონდეს. ამიტომ არის ბიძინას ამ ამბის შემდეგ ნერვიულარ შეტოკებია ღარიბაშვილს. ჩვეულებრივი ამბავია. თვითონ ეს ვიდეო ამოღებულია ბიძინა ივანიშვილის ვიდეო ჩართვიდან. ბიძინა აძლევს ჩვენებას ბერმუდის სასამართლოს, სადაც ის ერთ-ერთ კომპანიას ედავება $400 მილიონ. ანუ ერთ-ერთმა კომპანიამ ბიძინა ივანიშვილს მოპარა $400 მილიონი. ის ანდაზა ქურდის ხონდაო, კი ვიცოდი, მაგრამ აქამდე ქართული მეგონა თურმე ბერმუდული სიბრძნე ყოფილა. მინდა გითხრათ, $400 მილიონი ცოტა კი არ არის. იცით რამდენია ხალხო $400 მილიონი? მინიმუმ 4 ჯერ მოხვალ ხელისუფლებაში. ანუ ჩვენ ქვეყანაში, ჩვენ შემთხვევაში 8 ჯერ, იმიტომ რომ ხალხის დაჩაშანაკების ინდექსი მაღალია ჩვენთან და ამიტომ ჩვენთან რეალურად უფრო 8 ჯერ შეიძლება მოყიდე. დაუბრუნდეთ შეურაცხყოფილ პრემიერ-მინისტრს. ბიძინას ეს ვიდეო მთელმა ერმა იხილა შაბათს. ირაკლიმ არ ვიცი როგორ გაატარა შაბათს, მაგრამ ორ შაბათს მთავრობის ხდომაზე საოცრებები გადმოაფრქვია. საოცრებები, ალბათ უნდოდა ზემოთხსენებული თემის გადაფარვა. მე ირაკლის განცხადებებს სათითაოდ გადვიხილავ ახლა ძვირფასო ტელემაყურებლებო. პრემიერმა განაცხადა, ხალხი გაზარმაცებულია, გაზარმაციაო ხალხი და შრომას უნდა მივაჩვიოთო. აბა მაგაზე მეშლება მეცნიერები ბატონო ირაკლი. ქვეყანაში ამდენი სამუშაო ადგილია და ეს ხალხი წამოწოლილია და შეცკერის მთავრობას რო არჩინოს. თან რა უნდა მუსუა ეს ხალხი? სამსახური რო არ უნდა და პარალელურად ასაკეთებენ, იცი? სპეციალურად აქვს სახლები ჩამოფხავებული, როსპე აქ ეს სოციალური დახმარება გქონდეთ. ამას თუ გამიზნულად არ აკეთებენ, აბა როგორ დავიჯერო? აი მართლა ასე უჭირს ხალხს, ეს ხო აბსურდია რა. ხო ეგრეა, ხო აბსურდია, რანაირად შეიძლება ყველა ადამიანი ჩამოფხავებული გქონდეს სახლი. ამ ქვეყანაში, ამ დალხენილ ქვეყანაში. ამის შემდეგ ღარიბაშვილმა თქვა, რომ უნდა შევთავაზოთ ჩვენს მოქალაქეებს სამუშაო ადგილები და ასეთი სამუშაო ადგილები ჩვენ შეგვიძლია შევქმნათ 1000-ობით და არც იკმარა და მე გააგრძელა და 10,000-ობით. 10,000-ობით სამუშაო ადგილი. ხვდებით ძვირფასო მეგობრებო, რა რიცხვებთან გვაქვს საქმე, რა ციფრებთან. 300,000 სამუშაო ადგილს შევქმნითო, ბოლოს დააყოლა ეს რო არ იკმარა. ბოლოში დაამთავრა რომ 300,000 სამუშაო ადგილი. 300 კი არა, 600,000 სამუშაო ადგილი შეიქმნება დარწმუნებული ვარ. მე დარწმუნებული ვარ. ან იყოს მილიონი სამუშაო ადგილი. ან მოდი ესე გავაკეთოთ რა.
იყოს 6 მილიონი სამუშაო ადგილი ძვირფასო მეგობრებო და შეგვქნათ 6 მილიონი სამუშაო ადგილი რათა თითო მოსახლეზე მინიმუმ 2 სამსახური მაინც მოდიოდეს დასვენების დღეები უნდა ავკრძალოთ რადგან ქვეყანაში აღარავის აღარ ეცლება დასასვენებლად ძვირფასო მეგობრებო 300,000 სამუშაო ადგილი კარგია მართლა კარგია ძალიან კარგია ირაკლი შემდეგ გამოსვლაში აუცილებლად თქვი რომ ვიწყებთ 300 ქარხნის აშენებას შენ ენას ძვალი არა აქვს და თქვი რა პრობლემაა ისე ერთი თხოვნა მექნება ირაკლი მართლა ეს სერიოზული თხოვნაა ამ 300,000 დასაქმებული ადამიანებიდან იქნება ცოტა ხალხი ქუთაისის ელექტრომობილების ქარხანასაც რომ მივაშველოთ იმიტომ რომ დაწყდა ხალხი იქ მუშაობით ფიზიკურად არ ყოფნის მუშახელი ხდებით რა შეასაქმე ირაკლი ცოტა მაინც ყურადღებით რომ თანაბრად რომ გადანაწილდეს რა მე ვფიქრობ სასწრაფოდ უნდა დავიწყოთ საქართველოს საზღვრებთან კედლის მშენებლობა იმიტომ რომ ამდენი სამუშაო ადგილის შექმნის შემდეგ საქართველოს მოაწყდება მუშაობის სურველი სომეხი, აზერბაიჯანი და თურქი მიგრანტები და ამიტომ ესეც წინასწარო ესეც გავითვალისწინოთ რომ კედელი მთლიანად შემოვარტყათ საქართველოს. და საერთოდ მე მინდა გირჩიოთ ჯობია დავაწესოთ სამუშაო ადგილების ზედაზღვარი. ზედაზღვარი უნდა დავაწესოთ რომ აი მაგალითად რაღაცა რაოდენობის იქით მეტი სამუშაო ადგილი რო აღარ შეიქმნას, ხვდები? იმიტომ რომ თუ სამუშაო ადგილების რაოდენობამ გადააჭარბა ხალხის რაოდენობა, შეიძლება ფიზიკურად დეფიციტი შეიქმნას მუშახელის. აი როგორც ლარზე რო დააწესეთ გამყარების ქვედაზღვარი, ხო? მართლა იმის ქვემოთ ხო აღარ გამყარებულა ხო ლარი, ხო და იმ კაცმა სიმართლე თქვა და სიბრძნე თქვა იმ კაცმა გია გაჩიჭილაძე რო იყო მწვანეების. ისე უნდა დავაწესოთ დასაქმების ზედაზღვარი. აი ეს არის ჩემი კომენტარი და გაითვალისწინებთ ალბათ, იმიტომ რომ მართლა ხალხი აღარ დავრჩით ეს ხალხი და ხო მუშაობაში ხო უნდა გავწყნეთ ხალხი. ღარიბაში უნდა თავის გამოსვლაში ონლაინ კაზინოებზე მიიტანა იერიში, ჯერ ონლაინ კაზინოების რეკლამები უნდა აღგზავნოს და მე თვითონ კაზინოებიო, ამ ყველაფერს რეალურად იმისთვის აკეთებს, რომ ოპოზიციურმა ტელევიზიებმა დაკარგონ სარეკლამო შემოსავალი, არ გამიკვირდება მალე გამოვიდეს პრემიერ-მინისტრი და მოგვახაროს, რომ მე ვზრუნავ ადგილობრივ წარმოებაზე და ამიტომ ხვალიდან იკრძალება ნებისმიერი გაზიანი და შუშხუნა გამაგრებელი სასმელი, რომელიც იწარმოება საზღვარგარეთ, განსაკუთრებით კი ამერიკაში. აქამდე მივდივართ, მივხვდი ეს რო იწყებს ამერიკაში, მივხვდით ახლა ვიზია საუბარი. ისე რა უცნაურია ონლაინ კაზინოები უნდა დავხუროთო, გეუბნება ადამიანი, რომელმაც COVID ვაქცინაციის წახალისებისთვის გათამაშება ჩაატარა და ახლა ასაცრელებს 200 ლარიან წახალისებას თავაზობს. ვერ გაიგეთ რისი თქმა მინდა, აი, კარგი, სხვანაირად აგიხსნით. ონლაინ კაზინოს აკრძალვას აპირებს ტიპი, რომელიც აცრილებს გვეყომარება და ასაცრელებს ხელზე გვიმაზავს და 200 ლარიან ფრისპინებს გვირიცხავს. ანუ რაღაცა თქვენ ენაზე, ვინც უფრო ინტერნეტ კაზინოთ ხართ დაკავებული, მარტივად მიხვდებოდით. არა რა, ესე ნამდვილად არ ხარ ირაკლი სტრატეგი. იმდენად დაგიბნელა გონება ოპოზიციური არხების გამორთვის სურვილი, მაგრამ ვერც კი ამჩნევ შენს რიგებში რამდენი უკმაყოფილო ადამიანი გყავს. ამ შენი ინიციატივით, აი ამ კაზინოს ინიციატივით, შენ თვითონ შიგნით ვეგეყოლება იმდენი უკმაყოფილო ადამიანი, რომ აი ვერც მოთვლი. ვერ მოსთვლი, გეუბნები. ხო და რომ მოგიწყობენ შეთქმულებას და ჩაგიგდებენ ხელში, მარტო მერე შეუბრუნდი და კითხე, შენც ბრუტუს. და ის გიპასუხებს, ბრუტუსი კი არა, ამბროლაურის მერი ვარო. ეს რა მაკადრეო, მოახტება თავის პორშეს და გაუჩინარდება. ფაქტიურად მეორე პორშეს მოგების იმედი გადაუწურე კაცს და მაგას გაპატიებს კაზინოთი აქვს კაც მოღებული და შენ უკრძალავ ამ კაზინოებას. მაინც არ მავიწყდები, ხო ხედავ, აი მაინც არ მავიწყდები რა. ერთი გაკატავება რა გახდა, შეკაი ადამიანო. აი ერთი გაკატავება ხო შეიძლება რომ გაგეკატავებინე, აი მაინც არ მავიწყდე, არ მომდიხარ რა. წალენჯიხის მერს მაინც მოეგო ის სპორტში ხო გამაკატავებდა ეს კაცს. ზანოსით რომ შემოვარდებოდი სამსახურში. მაგრამ შენ ვინ ხარ რა დაიბადე ასეთი უგულო არ ვიცი. პრემიერ-მინისტრის მორი განცხადებაც ძალიან საინტერესო იყო, მუშაობთ იდეაზე, როგორ ვაქციოთ საქართველოს აღმოსავლეთის ლუქსემბურგადო. ირაკლი მუშაობთ კი არა, გამოგდით უკვე, ასე გააგრძელეთ და ძალიან მალე მიიღწევა ეგ შედეგი, დღეის მონაცემებით ლუქსემბურგის მოსახლეობა 576,000 ადამიანია.
ირაკლი თამამ განცხადებებსაც არ მოერიდა და თქვა, რომ მომდევნო 5 წლის განმავლობაში საქართველოს ექნება ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა რეგიონის და ევროპის ქვეყნების მასშტაბით. კარგად დააკვირდით, მომდევნო 5 წლის განმავლობაშიო, მეგობრებო. ერთი წამით წარმოვიდგინოთ 75 წლის კაცი, რომელმაც 2012 წელს ოცნება შემოხაზა. იმ წელს, რასაც დაჰპირდნენ, საერთოდ არაფერი შეუსრულდა, შემდეგ უთხრეს, რომ მომდევნო 2 წელი იქნება უკეთესიო. მაგრამ სამწუხაროდ უარესი აღმოჩნდა. გახდა ეს კაცი 77-ის. შემდეგ უთხრეს, რომ მეოთხე წელი იქნება საოცარიო. მაგრამ მეოთხე წელიც არ გამოდგა საოცარი. გახდა ეს კაცი 79 წლის. ამის შემდეგ კიდევ 5 წელი ეს კაცი ყოველ დილით იმ იმედით იღვიძებდა, რომ მთავრობა დანაპირებს შეუსრულებდა. მეგობრებო, ახლა ეს კაცი არის 84 წლის. და ღარიბაშვილი ეუბნება, რომ მომდევნო 5 წლის განმავლობაში ანუ შენ რომ 99 წლის იქნებიო, ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა გვექნებაო. აი ახლა გულწრფელად მიპასუხეს. ამ 99 წლის კაცზე უკეთესად ვინ ეტყვის ქართულ ოცნებას, სად უნდა შეიტენონ ეგ თავისი ეკონომიკური ზრდა? აი ამ კაცზე გულიანად ამას ვერავინ გააკეთებს ვირფასო ტელემავა. ესეა, წარმოიდგინეთ ერთი ადამიანის ისტორია მოგიყევით. იმავე გამოსვლაში ირაკლი ღარიბაშვილმა თვით პაულო კოელიოს დაჩრდილა და საკუთარი გამონათქვამი ოქროს ასოებით ამოქარგა საკუთარ კარიერაში. მოისმინეთ ციტატა. მე როგორც პრემიერ-მინისტრი ვარ ყველას პრემიერ-მინისტრი. საოცარი სიტყვებია. მართალი ხარ შენ ირაკლი, შენ როგორც პრემიერ-მინისტრი ხარ ყველას პრემიერ-მინისტრი. შენ მხოლოდ ჩვენი პრემიერ-მინისტრი კი არა, შენ ხარ სრულიად მსოფლიოს ერების პრემიერ-მინისტრი ხარ. მივხვდი? ბოდიში ბატონო. კი ბატონო, აი დაამატებთ. დავაზუსტებ უბრალოდ ხალხი ციტომაში არ შეყოთ. კი ბატონო. აი ეს კამერა ხო ბატონო? კი ბატონო. ძირფას მეგობრები დავაზუსტებ. მე ვარ არა მარტო ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, მე ვარ სადაც სამყაროს პრემიერ-მინისტრი ჩემო მეგობრებო. პლანეტების მზის სისტემის მთვარის პრემიერ-მინისტრი ჩემო ხალხო. ვიცი თანამგზავრის პრემიერ-მინისტრი, ჩამოყალიბებული პრემიერ-მინისტრი ბატონო. ჩამოყალიბებული. და არა მარტო ბატონო რა, მე ვარ მერკურის პრემიერ-მინისტრი. ვენერის პრემიერ-მინისტრი ვარ, ურანის პრემიერ-მინისტრი ვარ ხალხო. იუპიტერის პრემიერ-მინისტრი ვარ ხალხო. მინისტრი ვარ ასევე სატურნის თავისი რგოლი, ხო? აი იმის პრემიერ-მინისტრი. ირაკის პრემიერ-მინისტრი, მთლიანი სარტყელის კი ბატონო. ყველა მე საერთოდ მთელი Milky Way-ს ირმის ნახტომის პრემიერ-მინისტრი ვეჭვით რა. კი ბატონო, კარგია. დიახ. საერთოდ რო იცოდეთ არა მარტო ამ მზის სისტემის სხვა მზის სისტემები რაც არსებობს ვსელენაიაში ყველა პრემიერ-მინისტრი მე დაინახეთ ერთხელაც ამუდამოდ. კი ბატონო. ირაკლი, სადა ხარ კაცო? ირაკლი! დიახ ბატონო მიძინა. გამეყინა ფეხები, ჩამოვატე ცხელი ტაში ჯროზე. ეხლავე ბატონო მიძინა, აი ბატუღებდი წყალს ბატონო მიძინა და ეხლავე მოვდივარ. ვის უნდა ჩაუთუთულო ფეხები? ვის უნდა ჩაუთუთულო ფეხები? პატარა ფეხები ვიცაციო, ა? გავაგზავნოთ. მე როგორც პრემიერ-მინისტრი ვარ ყველას პრემიერ-მინისტრი. მოდი გავარჩიოთ ეს წინადადება. ირაკლი, შენ ყველასი არა, შენ ხარ ერთი ადამიანის, უпроსტად ერთი ადამიანის საკუთრება, ანუ ერთი კაცის ხარ, ერთი სიტყვით. რაც შეეხება პრემიერ-მინისტრს, ეგეც იმ ერთ კაცია დამოკიდებული. ხარ თუ არა და საერთოდ ის კაცი სახალხო არტისტია და შენ არავინ არა ხარ. უკვე მე რამდენი დღეა საქართველოს მესამე პრეზიდენტი იმყოფება გორის სამხედრო ჰოსპიტალში. მისი მდგომარეობა კვლავაც საკმაოდ საყურადღებოა. წარმოიდგინეთ რა მოხდებოდა რომ არა ნინო ლომჯარიას კატეგორიულობა და ექიმების პროფესიონალიზმი, მაგრამ რადგინდა ირაკლი კობახიძე გამოვიდა და თქვა რომ შეიძლება სახალხო დამცველის პასუხისგებლობის საკითხი დადგესო. გესმით ხო რა ხდება? ლომჯარიას ემუქრება დაჭერით და არა მარტო ლომჯარიას, ირაკლი უკვე ექიმებსაც ემუქრება. დაჭერით, რომლებმაც პირნათლად შეასრულეს თავიანთი მოვალეობა ჰიპოკრატეს და ხალხის წინაშე და საერთოდ თუ ვინმე თავის საქმის პროფესიონალია და რაღაცას ქმნის ამ ქვეყანაში, ყველასთან კითხვები აქვს ირაკლის. მეგობრებო, ხვდებით ხომ რა სიგიჟესთან გვაქვს საქმე? რატი ბრიგადეს მინდა ვთხოვო, იქნება ის კატეს აპარატი გლდანიდან რომ გადმოვიტანოთ და უშუალოდ პარლამენტში და კერძოდ კობახიძის კაბინეტთან რომ დავდგათ.
იმიტომ რომ დამძიმებული აშკარად ირაკლის მდგომარეობა და ყოველდღე თუ არ გაუკეთეთ ეს კომპიუტერული ტომოგრაფია შეიძლება გვიანი იყოს უკვე. უნდა ვიცოდეთ ყოველდღიურად მის ტვინში რა ხდება. მიხვდით ძვირფასო მეგობრებო რა მინდოდა მეთქვა. მონოლოგის ბოლოს შემოვინახეთ ძალიან სასაცილო ვიდეო. მოკლედ ძალიან ბევრი სახალისო ვიდეო გავრცელებულა ტელეკომპანია კავკასიასთან დაკავშირებით, მაგრამ ეს ვიდეო წუთებში გახდა პოპულარული არა მარტო საქართველოში, არამედ მთელი მსოფლიოში და მთელი მსოფლიოს ტელევიზიებში. გთხოვთ გაუშვათ ვიდეო. სამართლის კონტროლი ამათ 98 წლიდან დაიწყეს. პროკურატურის ეს ვერი კაფუცა არის, ვერი ფისო ჯანო. დასანანია ის. დაწუნებული ვიყავი, რომ ესე ჩაერთვა დისკუსია. კაი კატა. აი მე გები არ ვიცი რა, ნერვები მეშველა, ძალიან ცუდისკენ მივექანები და კაკუცა ჩადი. ნახეთ ხო? აკუბარდიასთან სტუმრად არის გედი ფოფხაძე და მაგიდაზე ახდა კატა ქაკუცა. ძალიან ბევრი ვიფიქრე და მე ამოვხსენი რატომ ახდა კატა მაგიდაზე. მანამდე ხო არ ამხტარა არასდროს კატა მაგიდაზე ძვირფასო მეგობრებო, აბა დაუკვირდით. ხომ არასოდეს არ ამხტარა. ახლა იმიტომ ახდა რომ ვალერი გელბახიას ეძებდა სად არიან. გაუკვირდა რომ სხვა ადამიანი იჯდა იმ ადგილას და ვალერი გელბახიას ეძებს სად არისო. ეკითხებოდა ვალერი სად არის, ვალერი სად არის, ვალერი. ეს კაცი ვერ იცნო თვითონ ეს გედი ფოფხაძე. მაგიტო ახდა. კატისგან არ მიკვირს პრინციპში 900 სიცოცხლე გაქვს, ერთ-ერთი კი შეგიძლია კავკასიაში გაატარო, მაგრამ ვალერი გელბახიანი რატოზის ყოველდღე ხოლმე აი ყველა გადაცემაში ეგ ვერ ამოხსენი ჯერ. თითქმის ყველა ქვეყნის საინფორმაციო გადაცემებმა გააშუქა ეს ყველაფერი, ეს ვიდეო. გედი ეს ის შემთხვევაა, როცა ხარ ინტელექტ კლუბის წამყვანი მოთამაშე ხარ, წარმატებული იურისტი ხარ, ორი მოწვევის პარლამენტარი, მაგრამ სოფლიომ კატის დახმარებით რო გაგიცნო. მოკლედ ეს კვირა რომ შევაჯამოთ, შეიძლება ითქვას, რომ ამ კვირაში ჩვენს განწყობაზე იზრუნა პრემიერ-მინისტრმა და კატა ქაკუცამ, ძვირფასო მეგობრებო. რა უცნაურია ისე კატა და პრემიერ-მინისტრი რომ ერთნაირად გვახალისებს. როგორ გვანან ერთმანეს? ერთი ბიძინასია, მეორე აქუსია. ერთადერთი განსხვავება რაც არის, კატას მთელი მსოფლიო იცნობს და ქაკუცა ქვია და მეორეს არავინ იცნობს და რასაც გვინდა იმას დაუძახებ. იმიტომ რომ ბიძინა მამაზე მოქვს საკითხება. დიდი მადლობა. ჩვენ შოუს მუსიკას აფორმებს ბენდი სამუნდა ლეკვეიშვილის ხელმძღვანელობით.